თანაცხოვრების პირველი თვეები ცოლ-ქმარმა სიყვარულსა და ალერსში გაატარა. შეიძინეს ახალი ავეჯი, ახალი ჭურჭელი, თეთრეული. ისე რომ სანამ პრასკოვია ფეოდოროვნა დაორსულდებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო. იმდენად კარგად, რომ ივან ილიჩი უკვე იმასაც ფიქრობდა, ცოლის შერთვა არათუ არ შეცვლის ჩემს კარგ, სიამიცავსე ცხოვრებას, ყოველთვის წესრიგიანსა და საზოგადოების მიერ მოწონებულს, არამედ უფრო სასიამოვნოს გახდისო. მაგრამ ცოლის ორსულობის პირველი თვეებიდან თავი რაღაც ისეთმა იჩინა, ისეთმა ახალმა, მოულოდნელმა და უსიამოვნომ, რასაც სრულიად არ ელოდა და რისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო. ცოლის ყოვლად უმიზეზო, როგორც ივან ილიჩს ეჩვენებოდა ჭირვეულობის გამო, ყოველთვის მოწესრიგებულმა სიამით სავსე ცხოვრებამ რღვევა დაიწყო. ქალი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეჭვიანობდა, ყველაფერზე შარს სდებდა, უწყობდა უხამს, უსიამოვნო სცენებს. თავიდან ივან ილიჩს იმედი ჰქონდა, რომ ამ უსიამოვნებისგან ცხოვრებისადმი მსუბუქი, წესიერი დამოკიდებულების მეშვეობით გათავისუფლდებოდა, რომელსაც ადრე ყოველთვის გამოჰყავდა მდგომარეობიდან. სცადა ცოლის ამგვარი განწყობისთვის ყურადღება არ მიექცია და ცხოვრებას ძველებურად განაგრძობდა. ბანკოს სათამაშოდ ისე ეპატეჟებოდა ნაცნობ მეგობრებს, მაგრამ ცოლმა ერთხელ უხეში სიტყვების ისეთი კორიანტელი დააყენა და ისე ჯიუტად განაგრძობდა მასთან ჩხუბს, რომ ეტყობა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მანამ არ შეჩერებულიყო, სანამ არ დაიმორჩილებდა ქმარს, ანუ ისიც მასავით მოწყენილი არ დაჯდებოდა სახლში. ყოველივე ამან ივან ილიჩი დააბნია. მიხვდა ცოლ-ქმრული ცხოვრება ყოველ შემთხვევაში თავის ცოლთან არათუ ხელს შეუწყობდა ცხოვრების სიამესა და სიხარულში გატარებას, არამედ პირიქით. ამიტომ გადაწყვიტა თავი მისგან შორს დაეჭირა და მიაგნო კიდევაც ამის საშუალებას. მიხვდა, რომ ერთადერთი რაც პრასკოვია ფეოდოროვნას იმპონირებდა, მისი სამსახური იყო. ამიტომაც სწორედ ამ სამსახურებრივი მოვალეობების მეშვეობით დაუწყო ცოლს ბრძოლა და თავისი დამოუკიდებელი სამყარო შეიქმნა. ბავშვის დაბადება, მისი კვება, ამ კვებასთან დაკავშირებული ნაირ-ნაირი სიძნელე და წარუმატებლობა, ბავშვისა და დედის ნამდვილი თუ მოგონილი ავადმყოფობები, რომელთა მოგვარება ივან ილიჩის აუცილებელ მონაწილეობას მოითხოვდა და რომელსაც ვერაფერს უგებდა, ამ ყველაფრიდან თავის დახსნა და ოჯახისგან საკუთარ სამყაროში თავის შეფარება მისთვის კიდევ უფრო აუცილებელი გახდა. დაქორწინებიდან დაახლოებით 1 წელში ივან ილიჩი მიხვდა, რომ ცოლის შერთვა მართალია ერთგვარად ხელსაყრელიც არის, მაგრამ არსებითად ძალიან რთული საქმეა. ვინაიდან თუ გინდა ცოლის მიმართ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულო, ანუ წესიერი საზოგადოების მოსაწონი ცხოვრებით იცხოვრო, საჭიროა როგორც სამსახურის, ისე ოჯახის მიმართაც გარკვეული დამოკიდებულება შეიმუშაო. და შეიმუშავა კიდეც. ოჯახური ცხოვრებისგან ახლა მხოლოდ იმ სიკეთეს მოითხოვდა, რომლის მიცემაც მარტო ცოლს შეეძლო, როგორიცაა მაგალითად სახლში მომზადებული ოჯახური სადილი, ოჯახის დიასახლისობა, ლოგინი და რაც მთავარია ზრდილობის იმ გარეგნული ფორმების დაცვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არის განსაზღვრული. დანარჩენშიც ივან ილიჩი მხოლოდ სასიამოვნოს ეძებდა და თუ იპოვიდა, ძალიან კმაყოფილი რჩებოდა. ხოლო შინ მისულს ცოლის ბუზღუნი და წინააღმდეგობა თუ დახვდებოდა, მაშინვე იმ სამსახურში გარბოდა. იქ მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ როგორც საუკეთესო მუშაკს. ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც 3 წლის შემდეგ პროკურორის ამხანაგად გაამწესეს. ახალი მოვალეობები, ამ მოვალეობების მნიშვნელობა იმის უფლება, რომ შეუძლია ვისაც მოისურვებს სასამართლოში მიიყვანოს და ციხეში ჩასვას. ის, რომ ახალ სამსახურში უკვე წარმატება მოიპოვა. ის, რომ სიტყვით თავისი საჯარო გამოსვლები მოსწონს, ყოველივე ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიუწევს გული სამსახურისკენ. მერე ბავშვები გაჩნდნენ. ცოლი დღითი დღე უფრო ბუზღუნა და ბრაზიანი ხდებოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების მიმართ გამომუშავებული დამოკიდებულების გამო ივან ილიჩს ყოველივე ამის მიმართ შეუღწევაც ხდიდა. იმ ქალაქში 7 წლის მუშაობის შემდეგ პროკურორად სხვა გუბერნიაში გადაიყვანეს, სადაც მთელი ოჯახით გადაბარგდა. მართალია ახალ ადგილას წინა სამსახურთან შედარებით ჯამაგირი მეტი ჰქონდა, მაგრამ ფული მაინც და მაინც არ ყოფნიდათ და თან პრასკოვია ფეოდოროვნას იქაურობა არ მოსწონდა. გარდა ამისა, 2 ბავშვი მოუკვდათ და ოჯახური ცხოვრება ივან ილიჩისთვის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა. პრასკოვია ფეოდოროვნამ ყოველგვარ უსიამოვნებასა და უბედურებაში, რაც ახალ ადგილას, ახალ სახლში შეემთხვათ, ქმარი დაადანაშაულა. ცოლისა და ქმრის საუბარში ბევრი რამ, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის საკითხი მრავალ კითხვას ბადებდა. ახსენებდნენ თავიანთ იმ ჩხუბებს,
რომელსაც შეიძლება იმ წუთშიაც ეფეთქა. რჩებოდა სიყვარულის იშვიათი მომენტები, რომლებიც პერიოდულად დაეუფლებოდა ცოლ-ქმარს და რომელიც დიდხანს არ გრძელდებოდა. ეს ის პატარა კუნძულები იყო, სადაც მხოლოდ ცოტა ხნით თუ დაუტკბებოდნენ ერთმანეთს და მალე ისევ ურთიერთგაუცხოების, ერთმანეთის მიმართ გულში ჩამარხული მტრობის მორევში იძირებოდნენ. ამ გაუცხოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დაემწუხრებინა ივან ილიჩი, თუ ჩათვლიდა, რომ ეს წესით არ იყო განსაზღვრული, რომ არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო. მაგრამ ახლა უკვე აღიარებდა, რომ ეს არა მხოლოდ ნორმალური იყო, არამედ ოჯახში მისი ქმედების მიზანიც, ხოლო ქმედების მიზანი ის გახლდათ, რომ რაც შეიძლება მეტად გაეთავისუფლებინა თავი ოჯახური უსიამოვნებებისგან და თავისი ქცევისთვის წესიერების, უწყინარობის ხასიათი მიეცა, რასაც იმით აღწევდა, რომ სახლში სულ უფრო იშვიათად იყო. ხოლო როცა იძულებული ხდებოდა, რომ რაღაც დრო ოჯახში გაეტარებინა, ცდილობდა ყურადღება უფრო სტუმრებისკენ მიემართა და ამით შეემსუბუქებინა მდგომარეობა. მაგრამ მისთვის მთავარი სამსახური იყო. მთელმა მისმა ცხოვრების მიზანმა და ინტერესმა სამსახურებრივ გარემოში მოიყარა თავი და ამ ინტერესმა ის მთლიანად შთანთქა. საკუთარი ძალაუფლების შეგრძნება, ის რომ შეუძლია გაანადგუროს ყველა ვის განადგურებასაც მოისურვებს, სასამართლოში შესვლისას თუ ხელქვეითებთან შეხვედრისას თავისი ამპარტავანი გარეგნობით თავი მოიწონოს, როგორც ზემდგომების, ისე ხელქვეითების წინაშე, რაც მთავარია ცოდნითა და დიდი დახელოვნებულობით, რასაც თავადაც კარგად გრძნობდა, გულს სიამით უვსებდა. ამასთან ამხანაგებთან საუბრები, სადილები და ვინტი ახარებდა და ისე მიედინებოდა მისი ცხოვრება, როგორც თავად ივან ილიჩი თვლიდა საჭიროდ, ანუ სასიამოვნოდ და მართებულად. ასე იცხოვრა კიდევ 7 წელი. უფროსი ქალიშვილი უკვე 16 წლის იყო. გარდაეცვალათ კიდევ ერთი ბავშვი, დარჩათ ქალიშვილი და გიმნაზიელი ბიჭუნა. ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის კიდევ ერთი ობიექტი. ივან ილიჩს უნდოდა ბიჭს სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ესწავლა, თუმცა ქმრის ჯინაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ ის გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი კარგად სწავლობდა, შესანიშნავად იზრდებოდა ქალიშვილი, რომელსაც სახლში ამეცადინებდნენ.